გამარჯობა ჩემო კარგებო. დღეს მინდა გაგიზიაროთ სწრაფი და ადვილი ხაჭაპურის რეცეპტი. ხო, რა თქმა უნდა, ეს არ არის კლასიკური რეცეპტი. ეს არის ზარმაცი ვარიანტი, მაგრამ გემოზე არის არანაკლები, ვიდრე ცხელი იმერული ტაფიდან. მოდით დავიწყოთ. დაგჭირდება გახეხილი ყველი, აქ მაქვს შერეული ყველი, იმერული და სულგუნი. ასევე 2-3 კვერცხი. საფუარი ნახევარი ჩაის კოვზი. მაწონი სადღაც 250 გრამი. ფქვილი ნახევარი ან 1 ჭიქა. ავურიოთ კვერცხი, მაწონი და გახეხილი ყველი ერთად. ძალიან კარგად. ცალკე ავურიოთ ფქვილი და საფუარი და დავამატოთ ყველის მასასთან. ცომი უნდა იყოს სქელი არაჟნის კონსისტენციის. კიდევ ერთხელ კარგად ავურიოთ მასა და დავტოვოთ ცომი 10-20 წუთით. დავდგათ ტაფა ცეცხლზე, მე ვიყენებ ბლინის ტაფას. კარგად გავაცხელოთ, დავასხათ მცენარეული ზეთი და შევწვათ ხაჭაპურიკები ორივე მხრიდან, სანამ არ მიიღებს ოქროსფერ ფერს. მივირთვათ ცხელი, ნახეთ როგორი გამოდის და როგორ იწელება. გემრიელად მიირთვით. კარგ დღეს გისურვებთ, ჩემო კარგებო.